მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გადაცემათა ციკლს ბრეხალოვკა. დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი სოხუმელი, პროფესორი, აკადემიკოსი ბატონი როლანდ კოპალიანი. ბატონო როლანდ, რას გაიხსენებდით სოხუმის ბრეხალოვკასთან დაკავშირებით? ეს ის ადგილი იყო, სადაც ყველაფერს სიახლეს მან გაიგებდი. აი, თუ კი რაიმე ხდებოდა, მაშინ ახლა ეს ასეთი საინფორმაციო წყაროები არ იყო. სოხუმლების თავშეყრის ადგილი იყო ეს. არა მარტო სოხუმელების, არამედ სტუმრები, ჩამოსული სტუმრებიც კი, ესე იგი, ბრეხალოვკაზე მოდიოდნენ და იქ გაიგებდი ყველა სიახლეებს, რაც ხდებოდა. თავს ყრიდა მეცნიერი, პედაგოგი, მკვლევარი, ზღოლი, მუშა, სტუდენტი, ადამიანები როცა იკრიბებიან, თანამოაზრეები იკრიბებიან და იქ შეიძლება აბსოლუტურად უცხო ყოფილიყო, შემოსულიყო და შემოსულიყო ისეთნაირად აი ამ ურთიერთობაში, რომ დიდი ხნის მეგობარი ნაცნობრივად მიგეჩნია და აი ესე ყალიბდებოდა ეს ურთიერთობა. სიახლეებს უფრო ადრე იქ გაიგებდი და იყო რაღაც დემოკრატიის, ზღვის დემოკრატიის თავისებურება ჰქონდა. თქვენ რო თქვით იუმორი, ხო? აი ახალი ანეკდოტები, თქვათ რაიმე სიახლე ქალაქში, ქვეყანაში, აი იქ პირველ რიგში იქ გაჟღერდებოდა და ბუნებრივია ის შესაბამისი რეკლამის მასაკეთი ასრულებდა, ფუნქციას ასრულებდა. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოიყვანეს სტუდენტები, მაშინ საზაფხულო პრაქტიკები ტარდებოდა ჩვენთან. მომდევნო წელს ჩვენი სტუდენტები მიდიოდნენ ჩეხოსლოვაკიაში, ერთად იყო ჩეხოსლოვაკია. მახსოვს, როდესაც ეს კონტინგენტი ჩამოვიდა ჩვენს უნივერსიტეტში, შესაბამის სამსახურებმა გარკვეული ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარეს, რომ როგორ უნდა გვეთანამშრომლა მათთან, უნდა ყოფილიყავით საკმაოდ მოზომილები და საკმაოდ დისტანციურები, შეიძლება ასე ითქვას, მათთან ურთიერთობაში. ბუნებრივია, ჩვენც ასე ვიქცევოდით, 4 კაცი ვიყავით, ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. აი ამ ჯგუფიდან, რომელიც დაახვდა პედაგოგების სახით აი ამ ჯგუფს. ერთ-ერთ პრაქტიკაზე გასვლის დროს პედაგოგი, რომელიც ჩეხოსლოვაკიდან იყო ჩამოსული, მოვიდა და გვეუბნება. Пойдем Роланд за Ёжовика. Ёжовика, ხო თან თავისებური აქცენტით ამბობდნენ. აქცენტი ჰქონდა, რომ თითქოს და უნდა მცოდნოდა მე ეს რასაც მელაპარაკებდა, მაგრამ ისეთი აქცენტით საუბრობდა, რომ მე ვერ გავიგე ეს რაზე იყო საუბარი და ჩემი უფროსი მაშინ მასწავლებელი გელა სანთელაძე, გელა ივანიჩი, ახლა ცოცხალი არის, მაგრამ დღეს ამ ყოფს. მივედი მასთან და ვეუბნები, რას მეუბნება მეთქი ახლა ეს ჩემს მასწავლებელს მეუბნები. Что надо ეუბნება ახლა ეს გელა иваничи და Я хочу сходить с Роландом за Ёжовику. Ну да, мне сказали, Иванич, რა არის ეს Ёжовика რა არის, მე ვთქვათ. დაფიქრდა ივანიჩი და მეუბნება, რომ ბიჭო, Ёж რა არის, ციო? Ёж ზღარბია, მე ვთქვარი. ხო და თუ Ёж ზღარბიაო, მაშინ Ёжовики იქნება ალბათ პატარ-პატარა ზღარბული, ან დედა ზღარბი იყო, პატარა ზღარბეთო ზღარბიშვილი. ხო, ზღარბიშვილი და ზღარბები იქნებოდა. მე ვთქვარ, რომ ემპათიება წამოდი და მოვძებნოთ, რომ მეთქი ახლა სადნახავთ, ახლა ამ ზღარბებს მეთქი და მიუბრუნდი ახლა ამ ქალბატონს და ვეუბნები. Они ночью выходят, მე ვთქვარ. А сейчас, наверное, они спят, მე ვთქვარ. ახლა გაოცებული თვალებით მიყურებს ახლა ეს ქალბატონი, რომ как спят, რა ночью выходят, რა днём выходят. Пойдём покажу, მეუბნება. ახლა ივანიში შევხედე და მინო ივანიში მეუბნება, რომ წაღევი მაგას სხვა Ёжовика ხوار უნდა რა, წაღევიდან გაიგეთო. მართლაც გავყევი ახლა ამ ქალბატონს კაცო და მიდის დღეში. შევიყვანა დღეში და შევედი დღეში და მიადგა მაღვალს. ახლა მაღვალს რომ მიადგა, ბუნებრივია მოკრიფეთ მაღვალი ვისაუბრე, გარკვეულ დრო გავიდა ლაპარაკში, მაღლის კრეფაში და დავბრუნდით ახლა 3-4 საათის შემდეგ და გაოცებული გელა ივანიჩი, სად იყავი ბიჭო, სად იყავი? ამდენი ხანი მაშინ მობილურები რამე კი არ ეყოდა. შენ გეკითხები, შენ გელა სად იყავი? სად იყავი და საჯარო ბიბლიოთეკაში სავიქნებოდით. მაღვალი ყოფილა, მე ვთქვი და რა Ёжовики და რა ზღარბები და რა. კარგია.
და თქვენ უცხოეთში ყავთ შვილები და შვილიშვილები. დიახ. ერთ მშვენიერ დღეს ჩავქმნით მე და ჩემი მეუღლე შვილებთან. და ხო ჩვენ რაც მიღებული არის, ხო არ ვიცი შეიძლება ცდები, მაგრამ ხო მე ასე ვარ მიჩვეული შეიძლება ითქვას რომ ახლა მიხვალ და ჩაჯდები სავალძელში სათვალე მომიდანე ეუბნები მეუღლეს ან თუ ყავს შვილი შვილს არ იქა მომაწოდე სათვალე ან წყალი ან რაღაცა დააკაკუნებს და არ იქა კარი გაუღე და რაღაც ერთი სიტყვით სარგებლობთ ახლა ჩვენ მამაკაცები შეიძლება ითქვას ჩვენთვის მიუნიჭებელი ამ პრივილეგიებით თავად ვინიჭებთ ამ პრივილეგიებს მეგონა იქაც გაჭირდა ახლა ეს ასე და შვილიშვილს ეუბნები ან მეუღლე გვერდში მიზის რომ ბაბუ მეთქი გლასის საჩქეი მომიტანე მეთქი ნახე ну ერთი სიტყვით დიდი სიხარულით და დიდი ოვაციით არ შეხვდა ამ ჩემ მოთხოვნას ჩემი პატარა შვილიშვილები აი ზამაიც არ ეწყობოდა ბედნიერ და დიდი ენთუზიაზმით არაუტაცია ჩემი მოთხოვნა მაგრამ მომიტანეს მაინც აჩქი ესე ხია სათვალე წყალიც მომწყურდა და მეთქი ბაბუ ვოთა წყალი მომიტანე მეთქი წყალი ერთი შემომხედეს და ამ დროს ვიღაცამ დააკაკუნა კარები და ბაბუ კარიც გააღემეს პატარა 8 წლის ბავშვები ისე აიფოფრენ ორივე ეს ბაბუას ჩვენ მონები ხარ გონი ვარტო ხო და მეუღლეს თქვა მეთქი შენ მასკენდა ნო არა ბებო ბაბუს დიდი თამი აქვს და შენი ფეხებით ასე შენ თუ ნადეხი ადექდა გააღი კარიო და თქვენ სოხუმში იყავით ბაიკერი რაც იყო იშვიათობა მაშინ მაგრამ კიდევ უფრო იშვიათობაა რომ დღეს თქვენ ხართ ბაიკერი და ჭაღარა კაცი დაკრიხართ ხშირად მეუღლესთან ერთად ჩვენი დედაქალაქის და საქართველოს გზების მარშრუტით ძალიან ხშირად მე ახლა არ მინდა რეკლამა გაუწიო იმიტომ რომ ეს ძალიან საშიში არის მაგრამ რადგანაც თქვენ დაინტერესდით მე ნამდვილად ასე არის მე ხშირად მოძრაობ თბილისიდან ქუთაისში ბათუმში და მეუღლეც მივაჩვიე და ერთად მოძრაობთ და ერთ კურიოზს გავიხსენებ მოვდივარ თბილისიდან ქუთაისში ხლამას თავისი ფორმა აქვს თავისი შლემი თავისი დამცავებით ეკიპირება ხო ხაშურში გამომეკიდა პატრული შეიძლება ახლა თუ უყურებს ამ გადაცემას ის ახალგაზრდები მათ გაახსენდებათ ახლა პატრული დავინახე სარკეში რომ თან მიყვირი გამაძლიერებლით და თან მომდევს მაგრამ მე ვითომ ახლა არ მესმის და ვერ ხედავ ახლა ამას შლემში ხარ და უყურებ შეიძლება ჩამომჩეს მაგრამ ну ერთი სიტყვით ახლა პატრულს სადღეიქცე აფერდამი შეებია ნაზუქებს ვიყიდიან აი იქ დამეწია პრინციპში და გამაჩერა მოვიდა ასე შვილიშვილის ტოლა იქნებოდა შვილიშვილის ტოლა ახალგაზრდა 20 წლის ბიჭი იქნებოდა თქვენი საბუთებიო აი საბუთები რომ ამოვიღო დამცეებიანი კოსტუმი შარვალი შიგით და ჩაძრე გესმის და ახლა ეს ავიხსენი ეს ფერჩატკები დათმანები და ავიხსენი ეს შლემი და რო შემხედა არ მინდა ბატონო არაფერის მიბძანდით მეთქი იმარა რატო გამაჩერე რა დავაშავე თუ გამაჩერე არა არაფერი ბატონო მიბძანდით თქვენი ჭირმე მიბძანდით და შებრუნდა ეს ახალგაზრდები და წავიდა ჩაჯდა მანქანაში და ახლა სარკეში ვხედავ რომ ესე გაცხოველებული და გაცხარებული ელაპარაკება მეორეს ახლა მათი ლაპარაკები არ მესმის მაგრამ სახის მიმიკებიდან მივხვდი რომ ესე იგი ალბათ ეუბნებოდა რომ ჯეს ვინ გავაჩერეთო კაცს ბაბუღა ჩემი სტოლაკაცი იქნებოდა ბაბუღა ჩემი რა ხნის ხუტარი არის და ეს კიდე მოტოციკლი მიაგროვე ნაზუქებთან დავეციო ძალიან დიდი მადლობა დღეს მობრძანებისთვის ამ ამბების გახსენებისთვის და ჩვენი სურვილიც ეგ არის ამ გადაცემის მთავარი აზრი ეს არის რომ ახალმა თაობმა მათ გაიგოს თუ რა ურთიერთობები გქონდა რა გვიხარო და როგორ იყო ჩვენი იუმორი